მოიცა. ამ ანიმეებში საქართველო ახსენეს? მოგესალმებით ჩემო ძვირფასო გამომწერებო და ჩემო მომავალო გამომწერებო, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ვინც ამ ვიდეოს უყურებს ახლა გადავახსნე და კაი, მოიცა, იქ ბოლოში იქნებ რა ვიდეოა საერთოდ. მოკლედ როგორც უკვე მივხვდით, დღევანდელ ვიდეოში ვილაპარაკებთ იმ ფაქტებზე, როდესაც საქართველო, ჩვენი საყვარელი საქართველო ახსენეს ჩვენ საყვარელ ანიმეში. ალბათ ახლა ვიდეოს ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე მივხვდებოდით, რომ ბევრი ფაქტი არ მომხდარა ასეთი, მაგრამ არის საბედნიეროდ მე მოვიძიე კონკრეტულად 4 ფაქტი, როდესაც საქართველო ახსენეს ანიმეში, ან ქართული კულტურის რაღაც ელემენტები გამოჩნდა ანიმეში. მოდი ახლა დავიწყოთ პირდაპირ მე-4 ადგილოსნით, ანუ იმის მიხედვით მივყვეთ თუ რამდენად აშკარად გამოჩნდა საქართველო ანიმეში, ხო? ასე რომ მე-4 ადგილოსანი ეს გახლავთ ლაპუტა სასახლე ცაში, რომელიც არის სტუდიო ჯიბლის პირველი ოფიციალური ანიმე, რომელიც მოგვითხრობს შიტა და პაზუზე, პატარა ბავშვებზე, რომელიც ჯადოსნური კრისტალის წყალობით ცდილობენ, რომ ეს ჯადოსნური სასახლე ლაპუტა, რომელიც ცაში კიდია, იპოვონ და თავიანთი ოცნებები აიხდინონ. ეხლა რატო ჩავშვით ეს ანიმე სწორედ ამ ჩამონათვალში მე-4 ადგილზე? იმიტომ რომ როდესაც ერთ-ერთი პერსონაჟი, კონკრეტულად შიტა იხსენებს თავის ბავშვობას, ჩვენ გადავდივართ შიტას ბავშვობის სოფელში, სოფელ გონდუაში, სადაც ჩნდება სვანური კოშკები. მართალია სულ რამდენიმე წამით გამოჩნდა, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი კადრია განსაკუთრებით ქართველებისთვის და განსაკუთრებით სვანებისთვის. მოდი ახლა გადავიდეთ მესამე ანიმეზე, სადაც გამოჩნდა კონკრეტულად ქართული ჩოხები და ქართული ულვაშები. მათ შესაძამე ვახსენოთ ნაუსიკა ქარების ველიდან 1984 წელს გამოშვებული სრულმეტრაჟიანი ანიმე, სადაც სიუჟეტი პოსტ-აპოკალიფტურ სამყაროში ვითარდება. ეს სამყარო ომითა და დაბინძურებითაა მოწამლული, თუმცა ნაუსიკა მამაცი და ისეთი მოხოდილი პრინცესაა, რომელიც ცდილობს კაცობრიობასა და მომაკვდინებელ ჯუნგლებს შორის ბალანსი აღადგინოს. ფილმში ძირითადად ეკოლოგიური და პაციფისტური თემებია წამოჭრილი. და სხვათა შორის სწორედ ეს ანიმე გახდა სტუდიო ჯიბლის შექმნის ჯიბლის თუ გიბლის. მოკლედ იაპონელები ჯიბლის ეძახიანო, ამერიკელები გიბლისო და რადგანაც იაპონელები ეძახიან ჯიბლის, ჩვენც დაუძახოთ ჯიბლი. სწორედ ეს ანიმე გახდა სტუდიო ჯიბლის შექმნის ინსპირაცია. ისე ეს ფორმები პეტრე ოცხელის მფრინავ მღებავს არ გავს? კი, გავს. უკვე ხურდება. მინდა გითხრათ, რომ სვანური კოშკები მხოლოდ სტუდიო ჯიბლის ანიმეებში არ ჩნდება და ამასობაში გადავედით მეორე ადგილოსან ანიმაციურ სერიალზე. და ეს ანიმე გახლავთ მფრინავი დრაკონები. სხვათა შორის ამ ანიმეს ოფიციალური ქართული თარგმანი არ არსებობს, იმიტომ რომ არ გახმოვანებულა ოფიციალურად არასდროს და არც არაოფიციალურად მე მგონი. ინგლისურად ამ ანიმეს ქვია Drifting Dragons. ანუ drifting ნიშნავს აი ნელა რომ მოძრაობს, მოლივლიებს, მაგრამ იაპონურად ქვია კუტეი დორაგონ. კუტეი დორაგონს. და კუტეი ქართულად ნიშნავს მფრინავს. ანუ მოლივლიებს. შესაბამისად მოდი დავარქვათ მფრინავი დრაკონები. მფრინავი დრაკონები 2020 წელს გამოსული Netflix-ის ანიმეა, რომელიც ტაკუ კუვაბარას მანგაზეა დაფუძნებული. სიუჟეტი მოიცავს დრაკონებზე ნადირობას და დრაკონის ხორცით მომზადებული სხვადასხვა კერძის დაგემოვნებას. ძირითადი ამბავი საჰერო ხომალდზე, კინძაძაზე ვითარდება. კი, იმ გიორგი დანელიას რო აქვს ფილმი გადაღებული კინძაძა, ხო იცით? აი, იგივე სახელი ქვია ამასაც რა. ოღონდ ამ გიორგი დანელიას. ამას არა ბავშვები. ამას. ხო, არ უნდა გამომრჩეს, რომ ამ ანიმეში მარტო სვანურ კოშკებს კი არა, ქართულ ღვინოსაც შეხვდებით. თან საფერას, ბიჭო. დრაკონის სრემლებს, ბიჭო. გეოერგონსის ველიდან, ბიჭო. შრალი, გაუფილტრავი. და ბოლოს პირველი ადგილი, ეს არის ანიმე ფილმი, სადაც სიუჟეტი უშუალოდ საქართველოში 2020 წლის თბილისში ვითარდება. გენოციდური ორგანო 2017 წელს გამოშვებული პოლიტიკური თრილერია. ის ამერიკელ სპეცრაზმელ კლევის შეფარძე მოგვითხრობს. კლევისი ტერორისტს ჯონ პოლს დასდევს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში მასობრივი გენოციდების ავტორია. ერთ-ერთი გენოციდი კი მან სამწუხაროდ საქართველოში განახორციელა. ფილმში შეხვდებით საქართველოს რუკას, ქართულ დამწერლობას, ქართულ ენას, კლავს პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და სრულიად მოსახლეობას. პატრულირებას ლომბასტენ დიენდის საქმეში გამიგდა. მართლა? დავერო. და გაუბედურებულ თბილისის ხედებს.
ხო გეუნებოდი, კაი ვიდეო გამოვა მეთქი. შენ კიდე მოიწონე ხა და გამოიწერე არხი. და დააკომენტარე. კარგი რაღაცეები წუდები არა. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მართლა კარგი ვიდეო გამოვიდა და ეს ფაქტები რაც დღეს მოვიძიეთ, აშკარად უსვამს ხაზს საქართველოს პოპულარობაზე იაპონიაში და ამისი კიდე მრავალი ფაქტები არსებობს, მაგალითად ის, რომ იაპონიაში ძალიან ბევრს ქვია შოთა, იაპონიაში გვყავს სუმოისტი ჩემპიონი, ტოჩინო შინი. იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი შქმერულია და ერთი სიტყვით ძალიან ვევასებით ამ იაპონელებს რა და ცოტა რაღაცა. ერთი სიტყვით უღრმესი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.